1.36 პირველი. 5 კომბაინი დღეში იღებს 300 ჰექტარ მოსავალს. რამდენ ჰექტარზე აიღებს მოსავალს ერთ დღეში 7 ასეთივე კომბაინი? ანუ 5 კომბაინი ერთ დღეში იღებს 300 ჰექტარს და რამდენს აიღებს 7 კომბაინი ერთ დღეში. აიღებს რაღაც X ჰექტარს. რადგან ამას დღეები ტოლი აქვს, პროპორციაში შეგვიძლია ეს დღეები საერთოდ არ გავითვალისწინოთ და პროპორცია უნდა დავადგინოთ, პირდაპირი პროპორცია გვაქვს თუ უკუპროპორცია. რაც მეტი კომბაინი გვაქვს, მით მეტ ჰექტარს დავამუშავებთ. ანუ პროპორცია გვაქვს პირდაპირი პროპორციის ვარიები ნამდვილი. ანუ 5 ჯერ x უდრის 7 ჯერ 300. x უდრის 5 7 ჯერ 300 გაყოფილი 5-ზე. 300 და 5 რო შევკვეცოთ არის 60, 7 ჯერ 60 არის 420 ჰექტარი. ანუ 7 დღეში ავიღებთ 420 ჰექტარზე. 7 კომბაინი აიღებს 420 ჰექტარზე. 1.36 მეორე. 3 ტრაქტორი ყანას 8 საათში ხნავს. რამდენი ტრაქტორი მოხნავს იგივე ყანას 6 საათში? ანუ დავწეროთ პროპორცია 3 ტრაქტორი 8 საათში, x ტრაქტორი 6 საათში. ანუ უნდა დავადგინოთ ახლა პროპორცია პირდაპირია თუ უკუ. ტრაქტორების რაოდენობას რო გავზრდით, ლოგიკურად დროის საათები დახარჯული საათების რაოდენობა უნდა შეგვიმცირდეს. ანუ 2 ტრაქტორი უფრო ჩქარა დაამუშავებს ნაკვეთს, ვიდრე 1 ტრაქტორი. ანუ პროპორცია არის უკუპროპორცია, რადგან ერთი სიდიდის დას მეორე სიდიდის კლება მოყვება. განსაზღვრეთ, რომ პროპორცია უკუპროპორცია, ამიტომ ახლა შეგვიძლია გადავამრავლოთ უკუპროპორციის დროს პირდაპირი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ x ჯერ 6 უდრის 3 ჯერ 8-ს. x უდრის 3 ჯერ 8 არის 24, 24 უნდა გავყოთ 6-ზე. 24 გაყოფილი 6 არის 4. ანუ 4 ტრაქტორი დაამუშავებს 6 საათში. 1.36 მესამე. 5 კალატოს კედელი ამოჰყავს 6 საათში. რამდენი კალატოზი ააშენებს იგივე კედელს 10 საათში? დავწეროთ პროპორცია 5 კალატოს 6 საათში, x კალატოს 10 საათში. უნდა გავსაზღვროთ პროპორცია პირდაპირი პროპორცია თუ უკუპროპორცია. ლოგიკურად კალატოზების რაოდენობა რო გავზარდოთ, საათების რაოდენობა უნდა შეგვიმცირდეს. ანუ პროპორცია არის უკუპროპორცია. უკუპროპორციის დროს პირდაპირი ნამრავლი უდრის ერთმანეთს. ანუ x ჯერ 10 უდრის 5 ჯერ 6. აქედან x უდრის 5 ჯერ 6 არის 30, 30 უნდა გავყოთ 10-ზე. 30 გაყოფილი 10-ზე უდრის 3-ს. ანუ პასუხი არის 3 კალატოზი ააშენებს კედელს 10 საათში. 1.36 მეოთხე. ავტომობილი 6 საათში გადის 300 კილომეტრ მანძილს. რამდენ საათში გაივლის ის 750 კილომეტრს, თუ იგივე სიჩქარით იმოძრავებს? დავწეროთ ისევ პროპორცია 6 საათში გადის 300 კილომეტრს, x საათში გადის 750 კილომეტრს. განსაზღვროთ პროპორცია პირდაპირი არის თუ უკუ, რადგან რაც უფრო მეტ ხანს ვიმოძრავებთ, ავტომობილი მით უფრო მეტი კილომეტრი უნდა გაიაროს. პირდაპირი პროპორცია. პირდაპირი პროპორციის დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ 300 ჯერ x უდრის 6 ჯერ 750-ს. აქედან x უდრის 6 ჯერ 750 გაყოფილი 300-ზე, რაც არის 15 საათი. ანუ 15 საათში გაივლის 750 კილომეტრს. 1.36 მეხუთე. 3 ტრაქტორი 5 დღეში 150 ჰექტარ მიწას ხნავს. რამდენ ჰექტარ მიწას მოხნავს 4 ტრაქტორი 7 დღეში? დავწეროთ პროპორცია 3 ტრაქტორი 5 დღეში რამდენ ჰექტარ მიწას მოხნავს. ახლა უნდა დავადგინოთ ეს ჰექტარზე
დღეები და ტრაქტორები დავიწყოთ ჰექტარი და ტრაქტორი რაც მეტი ჰექტარს და დღეები და რაც მით მეტ ჰექტარს ანუ ეს დედას პირდაპირ დედა ანუ ტრაქტორი ამ დედა ანუ ანუ 4-ჯერ 150 ნო გამოვიანგარეთ 4-ჯერ 7 არის 8 სამჯერ 5 15 x 15 280 ჰექტარი ანუ დაამუშავებს 280 ჰექტარს. ერთი 36-6 5 ოსტატი 3 საათში 150 დეტალს ამზადებს. რამდენ დეტალს დაამზადებს 7 ოსტატი 4 საათში? დავწეროთ პროპორცია. 5 ოსტატი 3 საათში 150 დეტალი დაამზადებს. რამდენ დეტალს დაამზადებს 7 ოსტატი 4 საათში დაამზადებს x დეტალს. დეტალს ამზადებს. ანუ ოსტატი დეტალების რაოდენობა პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. საათები და დეტალების რაოდენობა. რაც მეტ ვიმუშავებ, უფრო მეტ დეტალს საათების რაოდენობა ის უცნობი x-ი დეტალების დედას პროპორციულ სიდიდეებს. x-ი უნდა გავუმჯობესოთ ოსტატები და საათები, ან x-ზე, ხოლო იქნება მეორე ну ეს 7-ჯერ 4-ჯერ 150. x-ი უდრის 28-ჯერ 150 შეფარდებული 15-თან, რაც არის 280 დეტალი. ანუ 280 დეტალს დაამზადებს 7 ოსტატი 4 საათში.